მოგესალმებით. დასავლეთის მიერ სანქციებული ხელისუფლება გუშინ ჩინეთში გაიძურწა. ლიეტუვამ ნახეთ რომ გააფართოვა სანქციებულ პირთა სია, რომელიც აღარ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს, არამედ უკვე შეიცავს მოსამართლეებს, ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებს და სხვადასხვა წრეებს. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ ევროპული კავშირის წევრი სახელმწიფოები ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და შედეგად სანქციებულთა სია ფართოვდება და აღარ შეიცავს მხოლოდ პოლიტიკურ მაღალჩინოსნებს. მინდა ყველა ცრუ მოწმემ, პოლიციის თითოეულმა ოფიცერმა, რეჟიმის პროპაგანდისტებმა და ყველა იმ პირმა, რომელიც ნეფსით თუ უნებლიეთ თანაზიარია იმ ბოროტმოქმედების, რომელსაც ჩადის ქართული ოცნების თვითმფარქვია რეჟიმი, ერთხელ და სამუდამოდ გაიაზროს, რომ მათი სახელები და მათი საქმეები ცნობილია დასავლური სახელმწიფოებისთვის. შესაბამისად, ისინი იქნებიან იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან და მოუწევთ ქართულ ოცნებასთან ერთად ჩინეთის, ვენესუელას, ირანის და ნაურუს ამარადარჩენა. ეს არის ერთადერთი ბედი, რომელსაც ამ რეჟიმის ბოროტმოქმედებაში თანამონაწილე უკლებლივ ყველა პირი მყარად და აუცილებლად გაიზიარებს. ამავე დროს ჩვენ ვნახეთ, რომ დასავლეთისგან სანქციებული ქართული ოცნება ჩინეთში გაიხიზნა. ოფიციალური ვიზიტისას გამოფენილი იყო ქართული ოცნების პარტიული დროშა, რაც ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პარტია ქართული ოცნება ეწვია ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. რა თქმა უნდა, დადებითია, რომ როგორც იქნა ბატონი ვოლსკი დაუბრუნდა საკუთარ კომუნისტურ ფესვებს. თუმცა სავალალოა, რომ ქართული ოცნების რეჟიმი ცდილობს ჩინეთის წარმოჩენას დასავლეთის საპირწონე სტრატეგიულ პარტნიორად. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ კომუნისტური ჩინეთი არ და ვერ იქნება ევროპული კავშირისა და ნატოს საპირწონე, როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარანტორი და როგორც ჩვენი ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი. წმინდად კომუნისტურ ტრადიციაში ხოცები გვამცნობენ, რომ თურმე პარტიების შეხვედრის მიზანი ყოფილა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ქართული ოცნების რუსულ-ჩინურ მენტალობაში პარტია და სახელმწიფო ტოტალურად არის აღრეული ერთმანეთში. პარტია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ევროპელი სოციალისტების წევრი იყო, საიდანაც ის გამოაგდეს, დღეს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთანაა ჩახუტებული. პარტია, რომელიც საკუთარ ამორჩეულს ღირსებით და მშვიდობით ევროპისკენ სვლას პირდებოდა, დღეს ევროკავშირის მიერ ოფიციალურად არის აღიარებული როგორც კრემლის ტაქტიკებით ევროპის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური ძალა. იმ ფონზე, როდესაც რეგიონალური სახელმწიფოები, მათ შორის მოლდოვა და სომხეთი, უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ შეთანხმებებს აფორმებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების გასამტკიცებლად. იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ადგილი აქვს ისტორიული მასშტაბის ძვრებს, ახალ სამშვიდობო შეთანხმებებს და ახალი ტრანზიტული გზების ფორმირების პროცესს. საქართველოს სრულად არის გამოთიშული ყველა მნიშვნელოვანი და დადებითი პროცესიდან. ეროვნული ინტერესების ლობირების ნაცვლად ხელისუფლება, რომელმაც მოკლა ანაკლიის სპორტის პროექტი და მოკლა საქართველოს განვითარების პერსპექტივა, დღეს უკვე ღიად ეფლირტავება ისეთ ავტოკრატიულ სახელმწიფოებს, რომელიც ევროპული კავშირის და ნატოს წინააღმდეგ ღიად იბრძვიან. სწორედ ეს არის რუსული ამოცანა. საქართველო, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი სუვერენული საგარეო ხმა, რომელიც მტერს მოყვარეს უწოდებს, ხოლო მოყვარეს მტერს, რომელიც ათავისუფლებს პროფესიონალებს და პატრიოტებს საგარეო უწყებიდან და ხელს უწყობს საქართველოს საგარეო და ეროვნული ინტერესების სრულ კოლაფსს და გვტომას. დღეს ქართული ოცნება ასრულებს რუსული საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციას და სწორედ ამიტომ თითოეულმა ქართველმა, თითოეულმა პატრიოტმა ყველაფერი უნდა იყონოს ქართული ოცნების ბოროტმოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად, უკლებლივ ყველა ფრონტის და ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით. მადლობა.